ქობულეთის მერიის საჩუქარი მინისტრებს და მთავრობის თავმჯდომარეს ბიუჯეტის ფულით შეძენილი ტკბილეულობა, ძვირადღირებული შოკოლადები და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც კალათებით სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძეს, ზალ მიქელაძეს, ტიტე აროშიძეს, ჯავა ფუტკარაძეს და ინგა შამილიშვილს გადასცეს. რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირების უარყოფის მიუხედავად ამანათების მიღებას მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი ადასტურებს. თემაზე სულხან მესხიძე მუშაობდა. სულხან, საიდან გახდა მაცნესთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი და რა მოხდა კალათაში, რომლითაც მირიან ქათამაძემ რეგიონის გავლენიან პირებს ახალი წელი მიულოცა? ქობულეთის მერმა საახალწლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები რომ დაასაჩუქრა, ამის შესახებ ინფორმაცია გამგეობაში დასაქმებულებმა მოგვაწოდეს, თუმცა ინფორმირებული წყაროების ინტერვიუზე დათანხმება ვერ შევძელით. ჩვენის ხელშეკრულებაც მოვიპოვეთ, რომელიც ინდმეწარმე მაია ემირიძესთან 1799 ლარზე გაფორმდა. კომპანიის წარმომადგენელი სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ძვირადღირებული ტკბილეული, ალკოჰოლური სასმელები და ჩურჩხელები დამკვეთს გასული წლის 25 დეკემბერს მიაწოდა. დოკუმენტის მიხედვით შესყიდული პროდუქცია საახალწლო დღესასწაულზე სტუმრების გამოსპინძლებას უნდა მოხმარებოდა. თუმცა ერთი მთავარი დეტალი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო და საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ ის სასაჩუქრე დანიშნულებით გამოიყენეს, არის ის, რომ მეწარმეს დამკვეთისთვის პროდუქცია კალათებში შეფუთული უნდა მიეწოდებინა. საუბარია 14 სხვადასხვა სახის ტკბილეულზე, რომელიც 12 კალათაში უნდა გადანაწილებულიყო. მათგან ერთი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელია, რომლის ღირებულებაც 152 ლარია. ქობულეთის მერმა არ გვითხრა, ვის აჩუქა ჰენესი. ეს იყო სხვადასხვა სახის წვეულება, წინა საახალწლო ღონისძიებები, რომელიც იმართება ქობულეთში. ძვირადღირებული სასმელები წვეულებისთვის იყო საჭირო. ძვირადღირებული სასმელები ის და 152 ლარიანი ჰენესი მაგალითად. ძვირადღირებული სასმელები ეს იყო წინა საახალწლო წვეულებისათვის განკუთვნილი, სხვადასხვა სახის სტუმრებისათვის განკუთვნილი წარმომადგენლობითი ხარჯით დაფინანსებული სხვადასხვა სახის ტკბილეულობა. ჰენესი ვინდალია 152 ლარი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მე კომენტარი გავაკეთე და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამბობ, წინა საახალწლო ღონისძიებები არის ტრადიცია, ძალიან ბევრ ადამიანს გადავეცით და დავასაჩუქრეთ. ვის 7 სალზეა საუბარი, ერთი მხოლოდ უნდა იყოს შეფუთული. სხვა ადამიანებს გადავეცით. ვის კონკრეტულად ამის? არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შესაძლებელია იქ იყოს წარმატებული მოსწავლე, წარმატებული ქობულეთელი. ეხლა ზეპირად არ მახსოვს კონკრეტულად. შეგიძლიათ ეს ფაქტები მოგვაწოდოთ, მაგალითად ვის გადაეცა ეს შეფუთული სასაჩუქრე? ეს არა გვაქვს კონკრეტულად აღრიცხული. მირიან ქათამაძე შეეცადა იმაში დარწმუნებას, რომ ტკბილეული საახალწლო დღესასწაულზე გამოიყენეს, თუმცა გაუჭირდა იმის გახსენება, ვის უმასპინძლა 1800 ლარის ღირებულების პროდუქციით. დაუშვა იმის შესაძლებლობაც, რომ შეფუთული პროდუქცია სასაჩუქრად წარმატებული ქობულეთელებისთვის, ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის იყო განკუთვნილი. წარმომადგენლობითი ხარჯით, ძალიან მცირე ხარჯით იქნა შეძენილი წინა საახალწლო წვეულებისათვის კონკრეტული სახის ტკბილეულობა, რომელიც შესაბამისად იყო განკუთვნილი სტუმრების გამასპინძლებისათვის. ნაწილი შესაძლებელია იყოს სასაჩუქრე პაკეტებისათვის განკუთვნილი და ამ საჩუქრების ადრესატი ძირითადად იყო ბავშვები, წარმატებული ქობულეთელები და ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იყოს მაგალითად დასაჩუქრებული წინა საახალწლო დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები ქობულეთის მერიიდან მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, მუნიციპალიტეტის მერი ამ ყველაფერს უარყოფს. გვიმტკიცებს, რომ ახალი წელი თანაგუნდელებს მხოლოდ ბარათით მიულოცა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ თქვენგან მიიღო ტკბილეული ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფინანსთა და ეკონომიკის. არ ვიცი, მე ნამდვილად ჩემი მხრიდან კონკრეტული სახის საჩუქარი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით საჯარო მოხელისათვის არ გადაცემული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ საჩუქარს ახლდა თან ბარათი და ეწერა ქობულეთის მუნიციპალიტეტი მისალოცი ბარათი. მე ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს გაუგზავნე მისალოცი ბარათები და ზოგადად ეს არის მე მგონი ტრადიცია და ძალიან კარგი, რომ ჩვენ ერთმანეთს ახალ წელს ულოცავთ. არა, საჩუქარს ახლდა თან ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მხოლოდ და მხოლოდ გაუგზავნე მისალოცი ბარათები. მინისტრებმა გვითხრეს, რომ ტკბილეული თქვენგან მიიღეს მერიისგან. კიდევ ერთხელ ვამბობ. ხა ვინმე გააგზავნა მერიიდან. არ ვიცი, შეიძლება არ გამოვრიცხავ, ვის აქვს სურვილი, ვინ დააჯილდოოს წინა საახალწლო დღეებში, ამას კონკრეტულად მირიან ქათამაძე ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მირიან ქათამაძის ყველა აქტივობა პრეს-ცენტრის მიერ შუქდება. თუ მართლაც მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრები სოციალურად დაუცველებს ან წარმატებულ ქობულეთელებს გადასცა, რატომ არ არსებობს ფაქტის მტკიცებულება? მკითხეთ ადრესატს, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა დეტალის აღრიცხვის ვალდებულება მას არ გააჩნია. Თქვენს ყველა აქტივობას პრესსამსახური აშუქებს და ამის ფოტომასალა არსებობს და ამ შემთხვევაში არ არის ფოტომასალა მტკიცებულებად, მაგალითად ვის გადაეცით? არ ვიცი, შეიძლება იყოს ასახული, სადმე ფოტომასალაც იყოს, შეიძლება რაღაცა. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში მე ამას ყოველი კონკრეტულ სიტუაციაზე არც ავარ შესაძლებელია ვალდებული, რომ ავღრიცხო ან გავაშუქო. საჩუქრებისთვის ფული ბიუჯეტიდან თუ გამოიყო, ამაში პრობლემას ქობულეთის მაჟორიტარი ვერ ხედავს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ფატი ხალვაშმა გვითხრა, რომ საახალწლოდ საჩუქრების გაგზავნა ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. ზოგადად ახალწელს საჩუქრებს ჩუქნიან, ეს არ ახალია და მიღებულიც არის, მაგრამ რა თანხები დაიხარჯა, როგორ დაიხარჯა, ეს გავერკვევი და მე ჩამეწერე. თუ კი ბიუჯეტს აქვს საშუალება, რატომაც არა. ანუ შეიძლება თქვენთვის მისაღები. მისაღები ხა არ არის ეს ისეთი თანხა, რომ რაღაც კატასტროფული თანხები იყოს და გავერკვევი, რამდენად მიზნობრივი იყო, რა სახის საჩუქრები იყო და ჩავეწერები მე. საჩუქრების მიღებას კატეგორიულად უარყოფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მტკიცებით. მისი მთავრობა ბიუჯეტს არამიზნობრივად არ ხარჯავს. კეთილი ინებეთ მიგვითითეთ რა საჩუქარზეა საუბარი, როდის მაჩუქეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეთ ჭორებზე მე არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ განსაკუთრებით ბიუჯეტის ფულით არასოდეს თორნიკე რიჟვაძეს და არც მისი მთავრობის არც ერთ წევრს, არც არანაირი სარგებელი არ მიუღია. ქობულეთის მერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უარყოფის მიუხედავად მინისტრები საჩუქრების მიღებას ადასტურებენ. ფაქტის დადასტურების მიზნით ჩვენ მინისტრები სატელეფონოდ გაუფრთხილებლად ჩავწერეთ. გიტოვებთ სიუჟეტს, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრების პოზიციებს მოისმენთ. შვიდი შეკვრა რაფაელო, ტრუფელი შარე ბელგიური, ამდენიმე ფერერო როშე. 28 ჩურჩხელა და ტყლაპი. ეს იმ საჩუქრების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქობულეთის მერიამ გასული წლის ბოლოს შეიძინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტისათვის შეძენილ საახალწლო საჩუქრებში ყველაზე ძვირადღირებული 152 ლარად შეფასებული სასმელი ჰენესია. ის, რასაც თორნიკე რიჟვაძე ჭორს უწოდებს, ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზალ მიქელაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ქობულეთის მერისგან წინა საახალწლო საჩუქარი მიიღო. მინისტრმა ჩვენთან თავდაპირველად სატელეფონო საუბარში საჩუქრის მიღების ფაქტი დაადასტურა. უფრო მეტიც დაასახელა ძღვენის ფორმა და საჩუქრის ტიპიც. მოგვიანებით კი გვარწმუნებდა, რომ კალათით ტკბილეული ქობულეთის მერიისგან არ მიუღია. საახალწლოდ საჩუქარი რომ მიიღეთ ქობულეთის მერიისგან, იცოდით ბიუჯეტის ფულით რომ იყო შეძენილი? ეგეთი რაღაცა არ ვიცი, საჩუქარი რა იყო? ტკბილეული პატარა კალათით? დიახ. ხო, მე მგონი. დიახ. ხო, არა, ახლა ეგეთ რაღაცას ხო არ გითხულობთ, ახლა ჩვენ რითი შეიძლება გამოგზავნოს საჩუქარი. ესეთი ვიცი, რომ საჩუქარი არ უნდა იყოს ძვირადღირებული და იქიდან გამომდინარე იმედია არ შეიცავდა იმ ღირებულებას, რომელიც კანონს ახდებოდა, ასე ვთქვა. საჩუქარი უშუალოდ მირიან ქათამაძისგან მიიღეთ თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან? ესე ზუსტად არ მახსოვს, ახლა ახალი წლის მოლოცვაში რა ეწერა, ვერ გეტყვი ესე დეტალურად. ერთადერთი ვიცი, რომ ქობულეთიდან იყო და ეს იყო საკრებულოს, მერის თუ ერთობლივი, ეს დეტალი ნამდვილად არ ვიცი. და რა იყო ეს საჩუქარი კონკრეტულად გახსოვთ რა ელაგა კალათაში? ტკბილეული რო ელაგა მახსოვს. საჩუქრები მიიღო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც, თუმცა ტიტი აროშიძეს არ ახსოვს რა სახის ძღვენი იყო. საკმაოდ ბევრი საჩუქარი შემოვიდა, ანუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოდიოდა და ამიტომ ცოტა მიჭირს ახლა გავიხსენო კონკრეტულად ქობულეთს აკონდა. სავარაუდოდ ალბათ იქნებოდა ტკბილეული, ციტრუსი, ჩურჩხელა, ღვინო ალბათ რაღაც სიმბოლური სახით. როგორც წესი ახლა ეს შესაძლებელია ბიუჯეტიდანაც იყოს, იმიტომ რომ ეს არის ხარჯები, რომელიც დაუშვათ აკვალიფიცირებული არის სხვადასხვა სასაჩუქრე მუხლით გადის, ანუ იგივე სპორტების დახვედრის საჭიროებისას აკვალიფიცირებულია სასაჩუქრე პაკეტები, ესეც
ამიტომ ამაში ვერაფერ იმას ვერ ვხედავ მე რაღაც. სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ქობულეთის მერს ყურადღების მიღმა არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დარჩენია. ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ საახალწლოდ ბევრი საჩუქარი მიიღო, თუმცა ვერ იხსენებს, იყო თუ არა გზავნილის ადრესატი ქობულეთის მერია. თქვენ საახალწლოდ საჩუქარი არ მეგიღიათ ქობულეთის მერიისგან? არ მახსოვს, რა საჩუქარი მივიღე, მაგრამ ვისგან მივიღე სიმართლე გიხსნა არ მახსოვს. კალათით ტკბილეულით საჩუქარი მიიღეთ? საჩუქარი მივიღე კი, მაგრამ ვისგან მივიღე არ ვიცი. ერთადერთია განათლების მინისტრი, რომელიც ირწმუნება, რომ საჩუქრად მხოლოდ მისალოცი ბარათი მიიღო. ინგა შამილიშვილის მტკიცებით მირიან ქათამაძეს მისთვის სხვა ფასიანი საჩუქარი არ გაუგზავნია. კიდევ რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი მოხვდა ქობულეთის მერიის რჩეულთა შორის, ამ ეტაპზე ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. დარღვია თუ არა კანონი მირიან ქათამაძემ ბიუჯეტის ფულით საჩუქრების შეძენით, ვის რა შეხვდა საახალწლოდ ქობულეთის მერიისგან და როგორ ფასდება მუნიციპალიტეტის პატივისცემა. ახლა კიდევ ერთი ჩართვა გველის წინ გულნარა ლეფსაია შემოგვიერთდება. გულნარა, შენ ესაუბრე ოპოზიციის მმართველი გუნდისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რა შეფასებები გაკეთდა ფაქტთან დაკავშირებით? დიახია, მესამე სექტორში მთავარი კითხვა სწორედ შეძენილი პროდუქციის მიზნობრიობასთან დაკავშირებით უჩნდებათ. დემოკრატიის ინსტიტუტში ეჭვობენ, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად დაიხარჯა. ჩვენი შეფასებით ეს არის არამიზნობრივი და არასწორი ხარჯი, იმიტომ რომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხდებოდეს მსგავსი სახის საჩუქრების შესყიდვა და მსგავსი ადრესატებისთვის გაგზავნა. თუ მაინც და მაინც, არ ვიცი, მუნიციპალიტეტის მერს უნდოდა საჩუქრების გაგზავნა, მაშინ შეეძლო საკუთარი თანხებით შეეძინა და არა მუნიციპალიტეტის ფულით. ჩვენ მოუწოდებთ აუდიტის სამსახურს აუცილებლად დაინტერესდეს ამ შესყიდვებით და მოიკულიოს ეს ამბავი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროცესში სამართლებრივ დარღვევას ვერ ხედავს. ანა მდინარაძის თქმით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯა ბიუჯეტის ფული. ვერ ხედავთ აქ ჩვენ კანონის დარღვევას, უბრალოდ კითხვით ნიშნები გვიჩნდება თანხის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად არის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი და ამ საკითხით, რამდენად მიზნობრივად თუ არამიზნობრივად მოხდა თანხების დახარჯვა, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება შეისწავლოს ეს საკითხი. ფაქტს შეფასებები მოყვა უკვე ოპოზიციაში, ევროპულ საქართველოში მერს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ქობულეთელების პრობლემის მოგვარებას ურჩევენ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ტკბილეულის დასაჩუქრებით მირიან ქათამაძეს აჭარის მთავრობასთან ურთიერთობის დატკბობა სურდა. ეს ყველაფერი მერმა მოიგონა, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, საუბარი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში მერების თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და ალბათ ამ ტკბილეულით მერმა ისურვა ურთიერთობის დატკბობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამის მიზანი. ხალხის ფულით ასეთი ფაქტები, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის სწორი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა ისეთი პრობლემები, როგორიც არის მაგალითად გზები, წყლები და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება ამ თანხის უფრო სხვა რაღაცებში გამოყენება. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ფაქტზე შეფასების გაკეთება გადამოწმების გარეშე გაუჭირდა. თუ არ გადავამოწმე ინფორმაცია, ხო? ესე იგი მივცე, კიდევ ამბობ, მე მივცე ინფორმაცია, გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რომ ესე მოხდა თუ არა ეს ფაქტი, ხო? თქვენ ამბობთ, რომ მოხდა ეს ფაქტი, ხო? მაგრამ მე თუ არ გადავამოწმე ინფორმაცია, როგორ შემიძლია მოგცეთ ინფორმაცია და გავაკეთო კომენტარი ამის შესახებ? მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მერიამ ბიუჯეტის ფულით ის ტკბილეულობა შეიძინა, რომელიც სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უსახსოვრა. მადლობა გულნარა, ეს გულნარა ლეფსაია იყო.